დააკავშირე ეს 9 წერტილი 4 უწყვეტი ხაზით, ისე რომ ხელი არ აიღო. დააპაუზე ვიდეო, მე დაგელოდები. ადამიანების უდიდესი ნაწილი ამ ფაზლს ვერ ხსნის და მიზეზი თუ რატომაც ვერ ხსნიან ამ ფაზლს არის ზუსტად ის მიზეზი, რატომაც არიან მთელი ცხოვრება ერთ ადგილზე გაჭედილები. რეალურად აი ეს ფაზლი იხსნება აი ასე. ამოცანის პირობა სულაც არ იძახდა იმას, რომ აი ამ წარმოსახვითი კვადრატის გარეთ არ უნდა გავსულიყავით, მაგრამ შენმა ტვინმა ხელოვნურად შექმნა ეს პირობა. 3-4 თვის წინ ვარჩევდი ერთ-ერთ წიგნს და მქონდა რაღაც უეცარი რეალიზაცია. ამ რეალიზაციის ვიზუალიზაციისთვის ისე უბრალოდ ჩემთვის გავაკეთე ეს ჩანახატი, რომელიც აღწერს სამყაროში არსებულ ინფორმაციას და პატერნებს, რომელსაც ჩვენი ტვინი აღიქვავს. შიდა მართკუთხედში გაფერადებული ნაწილი არის ის ინფორმაცია და პატერნები, რომლებსაც ჩვენი ტვინი ცნობიერად აღიქვავს და ამუშავებს და დანარჩენი შავ-თეთრი პატერნები არის ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი ტვინი ცნობიერად ვერ აღიქვავს. მათ შორის საზღვარი ეს მართკუთხედი არის ჩვენი პერცეფციის ჩარჩო, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ან გაფართოვდეს, ან შევიწროვდეს. ეს შავ-თეთრი ინფორმაციაც რეალურად არის ჩვენს თვალწინ ყოველთვის და მზად არის რომ აღვიქვათ. მაგრამ ჩვენი ტვინი, რომელიც ავტოპილოტზე მიჩვეული არის ძველ ჩარჩოებში მუშაობას, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს პატერნები და ინფორმაცია დავინახოთ. და ფაქტობრივად ვიკეტებით იმ საზღვრებში, რომლებსაც მიჩვეულები ვართ. როდესაც ახალი იდეა გვებადება, ეს რეალურად ახალი ინფორმაცია არ არის. უბრალოდ ჩვენი ტვინი როგორც იქნა, აკავშირებს იმ ინფორმაციას, რომელიც ყოველთვის ჩვენს თვალწინ იყო. ანუ ეს არ არის გაგება, ეს არის დანახვა, ანუ აღქმის ჩარჩოს გაფართოვება. ზუსტად აი ამას აკეთებს მედიტაცია. ის აფართოებს ჩვენი პერცეფციის საზღვრებს და უფრო მეტი ინფორმაცია შემოდის აი ამ გაფერადებულ არეალში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეალობის უფრო დიდ ნაწილს აღვიქვავთ. რაც ავტომატურად ითარგმნება შემდეგ უკვე მეტ კრეატივში, მეტ ინტუიციაში და ხანდახან შეიძლება ისეთი შესაძლებლობებიც კი მოგცეს და ისეთი დაკვირვების უნარი, რომ ვიღაცას რაღაც მაგიურ შესაძლებლობებად მოეჩვენოს. კოგნიტური მეცნიერის ჯონ ვარვიკის ვიდეოში ვნახე ეს 9 წერტილიანი ფაზლი და რომ ხსნიდა ამ ფაზლს, გამახსენდა, რომ რამდენიმე თვის წინ ზუსტად იგივე იდეის გამომხატველი სქემა მქონდა შედგენილი, რა თქმა უნდა, ისეთი დახვეწილი არა, როგორც ეს ფაზლი არის, მაგრამ ცხადია, მაინც გამიხარდა, რომ ესეთი რაღაცა ლეგიტიმაცია მიეცა ჩემს იდეას და პრინციპში უფრო დაიხვეწა კიდევაც. მოკლედ, ამ 9 წერტილის ფაზლს ამოხსნა ყოველთვის ჰქონდა. უბრალოდ ტვინმა უნდა მოგცეს საშუალება, რომ ჩვენი აღქმის ჩარჩოები გავაფართოვოთ და დავინახოთ ის, რაც ჩვენს ხვირწინ არის. რისი გაკეთებაც შეგვიძლია აბსოლუტურად ყველა საკითხზე. და სხვათა შორის, ფრაზა thinking out of the box მოდის ზუსტად აი ამ ფაზლიდან.